ბატონი ომარ ელამტიშვილი კაცი რომელიც არამაგულის აღმაფრენის სიაწეულობის სინდისი პარტურიც სალამურიც კაცობაც სხვადასხვა შეერთა აი ვიდეოში ამღერებული ომარ ელამტიშვილი ბატონებო ავტორს ამ ასეთი გემის ის მოწყობისათვის და ყველა თქვენგანს რომელიც მომზადდა დღეს ტარდება ელამტიშვილის საიუბილეო საღამო. გაიხსნა მისი ძეგლი და ჩვენ ბედნიერები ვართ ანსამბლი რუსთავი, რომ ბატონი ომარი მოღვაწეობდა ანსამბლ რუსთავში და ჩვენ ვაგრძელებთ იმ დიდ ტრადიციას, რასაც მიყვებოდა ანსამბლი რუსთავი და ბედნიერები ვართ, რომ მის ნაკვალებზე დღევანდელ დღეს კიდევ რაღაც ბევრი რამე კეთდება. დღეს დიდებული დღეა. კასპში ომარ ელამტიშვილის სამშობლოში მისი ძეგლი გაიხსნა. თავი მოიყარა ჩვენმა საზოგადოებამ იმართება კონცერტი მის პატივსაცემად და მე ვფიქრობ, რომ ომარ ელამტიშვილს ძალიან დიდი ყურადღება და პატივისცემა სჭირდება, ვინაიდან მან პირველმა შორს გაუთქვა სახელი ქართულ სალამურს, შორს გაუთქვა სახელი ქართულ მელოდიებს და რუსთავთან ერთად მოიარა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა და უდიდესი წარმატებით ნახურებელი ძეამდგარი ოვაციებს უმართავდა ამ მართლაც შესანიშნავ მუსიკას. ძალიან ამაღელვებელია დღეს ჩემს ცხოვრებაში. გაიხსნა ომარ ელამტიშვილის ძეგლი მის საიუბილეოდ. მას წელს შეუსრულდა 70 წელი. მის მშობლიურ რაიონში, ქალაქ კასპში. ალბათ მისი სული ზეიმობს იმ სულეთში, რადგან მას ძალიან უყვარდა ეს კუთხე და ყველაფერი უნდოდა სასიკეთო მისი კუთხისთვის. დღეს ჩემს რაიონში დიდი ზეიმია, რამე თუ პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილის ვალმოხდილი მულიშვილის ქვეყნისა და ერის წინაშე ომარ ელამტიშვილის ხსოვნას ბიუსტი გავხსენით. ეს არ არის უბრალოდ მარტო ბიუსტის გახსნა, თითოეულმა ჩვენმა თანარაიონელმა უნდა იცოდეს ვინ იყო ომარ ელამტიშვილი, საუკუნეების განმავლობაში უნდა გადაეცემოდეს მისი სახელი და გვარი. ეს ჩვენი მომავალი თაობისათვის, ჩვენი შვილებისათვის საუკეთესო მაგალითი იქნება, რომ ასეთ იდეებზე უნდა აღიზარდონ ჩვენი შვილები.